განმარტებთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ წინა შეხვედრაზე შევეხეთ მრავალ თავს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტურგიკულ ძეგლს, კრებულს, ჰომილიებისას. ნაწილობრივ მიმოვიხილეთ ეს უმნიშვნელოვანესი კრებული, როგორც ვამბობდით, კვლავ დაუბრუნდებოდით ზოგსაგით და ამჯერად ის, რაც წინა შეხვედრაზე ვერ დავასრულეთ, შევეცდებით, რომ ძალიან მოკლედ განმარტოთ. პირველ რიგში მრავალთავის შედგენის მიზანდასახულობა. ამ ტიპის კრებული რა მიზანს ისახავდა, როდესაც საეკლესიო ისტორიაში გაჩნდა აუცილებლობა მისი შექმნისა. რა თქმა უნდა, მიზანდასახულობა გამოკვეთილად სამოძღვროა, დამოძღვრითია, როგორც სხვა ყველაფერი ეკლესიის სწავლებით და პედაგოგიურ ქმედებაში და ესეც პედაგოგიური გამოხატულება გახლავთ. მართალია კრებული, როგორც აღვნიშნეთ, აუცილებლად ლიტურგიკული პრინციპითაა შედგენილი, მაგრამ მიზანდასახულობა კვლავ ხაზგასმავთ არის დამოძღვრითი და უკავშირდება, როგორც უკვე აღვნიშნავდით, ლიტურგიის იმ ნაწილს, რაც ქადაგებას გულისხმობს. ქადაგებას სამღვდელო პირისგან მრევლისადმი, ორივე ნაწილისადმი, ანუ კათაკმებლებისადმიც აუცილებლად, რომ ისინი კიდევ მეტად განამტკიცოს რწმენაში და საბოლოოდ გადაადგმევინოს მათ ნაბიჯი ნათლისღებისკენ, ეკლესიის შვილად გახდომისკენ და რა თქმა უნდა უკვე ნათელღებულთადმიც, რომ ისინი კიდევ მეტად განამტკიცოს სარწმუნოებაში, კიდევ ღრმად განსწავლოს ისინი ჭეშმარიტ მოძღვრებაში. ესაა ქადაგების დანიშნულება. მაგრამ ძველთაგანვე ყოველთვის ყველა სამღვდელო პირი, რა თქმა უნდა, ვერ იყო იმ სიმაღლეზე, რომ ღირსეული ქადაგება წარმოეთქვა მრევლის წინაშე. სხვადასხვა გარემოებათა გამო. ცხადია ეს მომენტი, რომ დაუშვათ პიროვნება ვერ იქნებოდა ღირსეული მქადაგებელი, არ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო რაღაც განსაკუთრებული შეფერხება ამ პიროვნებისა გლად კურთხევის ჟამს. იმიტომ რომ როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, უფალს რომ ყველგან ღირსეულნი ეძებნა, მაშინ შეიძლებოდა რომ ეს დიდი მადლი მღვდელმსახურებისა ძალიან შემცირებულიყო დედამიწაზე, რადგანაც ღირსეულნი ყოველთვის იშვიათნი არიან. ამიტომ მღვდელმოქმედების აღმსრულებელი სამღვდელო პირი თუ ამავე დროს მოძღვრების განმარტების მეცნიერებასა და ხელოვნებასაც ფლობს, ეს ცხადია უაღრესად მისასალმებელია და რჩეულთა ხვედრია შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ამგვარი რამ ცხადია იშვიათია, არადა ეს ქადაგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მრევლისთვის, რომ ისინი კვლავ ხაზგასმავთ მოძღვრებაში წარემატონ. ამიტომ საეკლესიო ისტორიამ გარკვეულ ეტაპზე იგრძნო აუცილებლობა და საქმედ აქცია ეს აუცილებლობა, რომ შეექმნა შესაბამისი კრებული ქადაგებებისა მღვდელთათვის პრაქტიკული გამოყენების მიზანდასახულობით. უპირველესი დანიშნულება ხსენებული კრებულისა მრავალთავისა, როგორც ჰომილიათა ნაკრებისა, სწორედ ეს გახდათ. მღვდელთათვის პრაქტიკულ საქადაგებელ სახელმძღვანელოდ შედგა იგი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ღირსეულ ძეგლს ათასგვარი მხარე აქვს მნიშვნელობისა სხვადასხვა კუთხით გამოვლენილი, მაგრამ არსებითი გახდათ აი ეს, რაც უკვე ვთქვით. რომ ვთქვათ ხარების დღესასწაულზე, ამ უდიდეს დღესასწაულზე, რა თქმა უნდა, სამღვდელო პირი იყო ვალდებული მრევლისთვის განემარტა ამ დიდი დღესასწაულის არსი, რაობა, მაგრამ თუ მას ეს ვერ ხელეწიფებოდა, არ შეეძლო, გადაშლიდა მრავალ თავს შესაბამის დღესასწაულზე და ეს დღესასწაული, როგორც აღვნიშნეთ, თავში იყო და იქ მოთავსებულ ქადაგებას, ამა თუ იმ დიდი წმინდანისას, ესე იგი ეკლესიისგან სანქცირებულ ქადაგებას, ან თვითონ წაიკითხავდა უშუალო წაკითხვის ფორმით ბიონიდან, ან და წინასწარვე დაამუშავებდა მას და პერიფრაზულად ზეპირად დაისწავლიდა და გადმოსცემდა მრევლს, ან და გარკვეულ კომპილირებას გააკეთებდა რამდენიმე ქადაგებისას, თუ ეს რამდენიმე ქადაგება მისთვის ხელმისაწვდომი იყო და რა თქმა უნდა, რაც უფრო გადიოდა დრო, ქადაგებათა რაოდენობა მატულობდა და ასარჩევიც ან და კომპილირებისთვის საჭირო რაოდენობა ქადაგებებისა სამღვდელო პირს ყოველთვის ჰქონდა. თქვათ შობის დღესასწაულზე შეიძლებოდა მას ხელთ ჰქონოდა 10-15 ქადაგებაც კი. და ამ ქადაგებათაგან ერთი მოკლე ქადაგებითი ტექსტი შეედგინა, რაც უმჯობესი იყო რომ ზეპირა წარმოეთქვა მას მრევლის წინაშე, მაგრამ თუ დაუშვათ ზეპირი მეტყველების განსწავლულობა და ჩვევა მას დიდად არ ჰქონდა და შეიძლებოდა კიდევ მეტად დაბრკოლებულიყო მრევლი, ნებადართული იყო რომ, რა თქმა უნდა, ცხადია ნებადართული იყო რომ მას წაეკითხა, პირდაპირ წაეკითხა სიტყვასიტყვით ის ქადაგება, რაც მოთავსებული გახდათ კრებულში მრავალთავი. ასე რომ მრავალთავს დიდი დამოძღვრითი, პრაქტიკულად გამოყენებითი ღირებულება და მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომაა რომ საქართველოში საკმაოდ გავრცელდა ეს კრებული, თანდათანობით შეივსო კიდეც ეპოქების და მიხედვით
ჩვეულებრივ როგორც ადრეც აღნიშნავდით, მიიჩნევა, რომ მასში შედიოდა მხოლოდ ქადაგებები, თუმცა მოგვიანო ეპოქის ძეგლებში, ნუსხებში მრავალთავებისა ჩვენ არაიშვიათად ხვდებით მარტვილობა ცხოვრებებსაც გამორჩეული წმინდანებისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გვიანდელი მოვლენა ნაკლებად ამრავალთავისთვის, უბრალოდ აქ თვით დღესასწაულთა ლიტურგიკული განაწილების კვალდაკვალ ხდებოდა მრავალთავების ფორმირებაც. უძველეს ეპოქაში, რა თქმა უნდა, უდიდესი წილი ჰეორტოლოგიური წელიწადისა, ანუ სადღესასწაულო წელიწადისა მოდიოდა საუფლო დღესასწაულებზე და რამდენიმე ემატებოდა საკუთრივ ამა თუ იმ წმინდანის ხსენებასთან დაკავშირებით. შემდგომ, როდესაც წმინდანთა ხსენება რაოდენობრივად განუზომლად გაიზარდა, საუფლო დღესასწაულთა 12-ობა კვლავ ცხადია შენარჩუნდა და იმას არ შეიძლება არც რაიმე მოაგდეს და არც რაიმე შეემატოს, მაგრამ ხსენებანი კი უკვე შეიძლება ითქვას 1000-ეულს მიუახლოვდა თუ მეტი არა, 1000-ეულსაც აღემატა ალბათ და ცხადია ყოველი მათგანის, ყოველი გამორჩეული ხსენების გარკვეული სახით აღნიშნვა ვალდებულება იყო ეკლესიისთვის. მრავალთავი შესაბამისად თავის დანიშნულებას შეასრულებდა მხოლოდ გარკვეულ ეპოქამდე. როდესაც პრაქტიკულ დანიშნულებას, თორემ სულიერად მას უდიდესი ღირსება ყომარადიულად აქვს დღესაც ჩვენთვის მრავალთავები გახლავთ მარადშემეცნებადი ძეგლები, იქ დაცული ქადაგებანი და სხვა, მაგრამ პრაქტიკულად მრავალთავის არსებობისა და გამოყენების ეპოქა შემოსაზღვრულია. შემოსაზღვრულია ერთი მხრივ აღმოცენებითი წერტილით ის დასაბამშვი არ იყო ეკლესიაში. აღმოცენდა გარკვეულ პერიოდში, როდესაც საკმაო რაოდენობა დღესასწაულებისა ჩამოყალიბდა და სამღვდელო პირი, ერთი სამღვდელო პირი ვერ ახერხებდა და არ ჰქონდა უნარი ყველა დღესასწაულზე ღირსეული ქადაგების წარმოთქმისა, ამიტომ მისთვის და ამგვართათვის შემუშავებული იქნა ამგვარი კრებული, სადაც იგი იპოვიდა სათანადო დღესასწაულზე სათანადო ქადაგებას და როგორც აღნიშნეთ, აი სხვადასხვა საშუალებით გამოიყენებდა მას. მაგრამ როდესაც გაიზარდა დღესასწაულთა რაოდენობა, უკვე შეუძლებელი იყო ამ ტიპის ხსენებათა ამსახველი ჰომილეტიკური კრებულის შექმნა, რადგანაც თქვათ ერთ დღეზე შეიძლებოდა ზოგჯერ 20-30 წმინდანის ხსენება ყოფილიყო. თითოეულ მათგანზე ცალკე ჰომილია ეკლესიის მამისა ჯერ პრაქტიკულადაც არ არსებობდა, რომ ვინმეს ეს მოეძია და კრებულში შეეტანა, რადგანაც მოგესალმებათ ყველა წმინდანზე არათუ საგანგებო ქადაგება არაა დაწერილი, საგალობელიც კი არ გახლავთ ძალზე მნიშვნელოვან ნაწილთან მიმართებით ეკლესიის ისტორიაში ცნობილი. ესე იგი, ბუნებითად არ არსებობდა ხსენებათა ძალიან დიდ ნაწილზე ეკლესიის ისტორიაში რაიმე სპეციალური ქადაგება მამათაგან დაწერილი. და რომც არსებულიყო, კიდევ ვამბობთ, იმდენად მრავალრიცხოვანი გახდა ხსენებათა რაოდენობა, რომ ყველა მათგანზე არსებული ქადაგებების თავმოყრა ისეთი მასშტაბის კრებულს შეადგენდა, რასაც ერთი ადამიანი ვერავითარ შემთხვევაში ფიზიკურადაც ვერ დაიჭერდა ხელში, ვერ აიღებდა ხელში და ცხადია ვერანაირად ვერ გამოიყენებდა. ასე რომ მრავალთავები პრაქტიკულად მანამდე ფუნქციონირებდა, სანამ მხოლოდ ის დღესასწაულები იყო საქადაგებელი ეკლესიაში, რაც მათში იყო აღნიშნული, ჩამოთვლილი დაახლოებით 30-40-50-მდე დღესასწაული. მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულთათვის მრავალთავები კვლავ დარჩა, მაგრამ ის უკვე მომდევნო პერიოდის უაღრესად რიცხოვნების თვალსაზრისით გაზრდილ ხსენებებს ვერანაირად ვეღარ დაიტევდა, არადა ეს ხსენებანიც რაღაც წესით საეკლესიო მსახურებაში მხოლოდ ხსენებული კი არა, ინფორმაციის თვალსაზრისითაც მრევლისთვის მიწოდებული უნდა ყოფილიყო, გაშლილი უნდა ყოფილიყო მრევლისთვის და ამან განაპირობა სწორედ ისეთი ცნობილი კრებულის შექმნა, რასაც სვინაქსარი ეწოდება. ჩვენ სვინაქსარი გვესახება მრავალთავის ერთ-ერთ გვიანდელ სახეობად, სადაც არის მცდელობა იმისა, რომ მთელი საეკლესიო წლის კალენდარი მეტნაკლებად დამუშავდეს ინფორმატიულად მრევლისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის სახით. მიუხედავად ისა, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება მინიმალური იყოს, დაუშვათ ამა თუ იმ წმინდანის ხსენებაზე ყველაზე არსებითი რომ მიეწოდოს მრევლს, მისი დაბადება, მოღვაწეობის არსებითი ნაყოფი და თუ სადმე კონკრეტულ რეგიონში მნიშვნელოვანი კვალიდატოა მისმა ღვაწლმა, მისი ღვაწლის შემდგომდროინდელი ვითარება. აი ესეთი განაწილებით უაღრესი ლაკონურობით, ნახევარი გვერდი, ერთი გვერდი, მაქსიმუმ 2-3 გვერდი, მაგრამ უდიდესწილად ნახევარი გვერდი ან ერთი აბზაცი ეთმობოდა ხსენებათა უდიდეს ნაწილს და აი ეს სიმცირე, ანუ შემცირებულობა უწყებითი ნაწილისა უკვე აღარ იყო დაუძლეველი სამღვდელო პირისთვის და საერთოდ კრებულის შემდგენლისთვის, რადგანაც ერთი კრებული იტევდა ასეთი შემცირებული სახით მთელი წლის ხსენებათა ციკლს.
და სამღვდელო პირიც იყენებდა მას. ნიმუშისათვის მსმენელს შეუძლია ნახოს ქართული თარგმანი ამ ტიპის ძეგლისა, სვინაქსარული ტიპის ძეგლისა, რაც წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელს უკავშირდება, ისე როგორც ძალიან ბევრი რამ მნიშვნელოვანი ამ დიდი წმინდანის, დიდი პიროვნების სახელს უკავშირდება. ეს სვინაქსარი გამოცემული გახლავთ რამდენიმე წლის წინ, შარშან წინ თორცდები გამოიცა კალენდარის სახით, კალენდრის შევსებად. თუმცა ეს არ არის ცხადია ბოლომდე მეცნიერული გამოცემა მზადდება, ჩვენ ამაზე არაერთგზის აღვნიშნეთ ჩვენ საუბრებში ქალბატონ მანანა დოლაქიძის მიერ ხელნაწერთა ინსტიტუტში და ის თავის დროზე გამოქვეყნდება, მაგრამ ის რაც გამოიცა უკვე, რა თქმა უნდა, წარმოდგენას სვინაქსარის შესახებ სრულყოფილად გვიქმნის, თუ როგორ არის, რა ზომით არის, რა ლაკონურობით არის ქადაგებლურ მაუწყებლობითი ნაწილი კალენდარში დატევნილი. ასე რომ მრავალთავმა სვინაქსარი დახვდა შეგვიძლია ასე ვთქვათ და ორივე მათგანი მთელი წლის, ანუ ჰეორტოლოგიური წელიწადის კალენდარულ ხსენებათა მრევლისადმი ქადაგების სახით განმარტებას, აი ამ ხსენებათა განმარტებას, გაშინაარსებას ისახავდა მიზნად. ცხადია, მრავალთავი უადრესი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ლიტურგიკული ძეგლია, მაგრამ მას სხვა ძეგლებიც უმშვენებს გვერდს, რომლებიც ასევე დიდად ღირებულნი იყვნენ და არიან დღესაც. ჩვენ ასეთ ძეგლთა გარკვეული ნაწილი უკვე განვიხილეთ, გნებავთ ლიტურგიები, რომლებსაც შევეხეთ, რამდენადაც ამას ჩვენი საუბრის ფორმატი იტევს. ამჯერად კი გვინდა შევეხოთ ასევე უდიდესი ღირებულების საეკლესიო ლიტურგიკულ ძეგლს, რასაც სწორედ საეკლესიო კალენდარი, ანუ ლექციონარი ძველ ქართულად ეწოდება და რაც ძალიან ახლოს დგას იმავე მრავალთავთან და სვინაქსართან. სვინაქსარი ერთდროულად ლექციონარის გვიანდელი სახეობაცაა და მრავალთავისაც. იმიტომ რომ კალენდარული სისრულის ასპექტით ის უფრო ლექციონარის განგრძობაა, მაგრამ ცალკეული ხსენებების მხრივ, რომ გარკვეული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მრევლს, აი ამ თვალსაზრისით წმინდანთა ხსენებებთან დაკავშირებით არსებითად, იგი უფრო მრავალთავს უკავშირდება, რომელშიც როგორც აღნიშნეთ, წმინდანთა ხსენებანი დროის დამიხედვით უფრო და უფრო ჭარბად აისახებოდა. მაშინ როცა ლექციონარებში ჩვენ საკუთრივ წმინდანთა შესახებ უწყებებს თითქმის ვერ ხვდებით, ძირითადად საკითხების ნაწილი ესაა ბიბლიური საკითხავები, რომლებიც თავისთავად დიდი ღირებულებისაა, მაგრამ გარკვეულ სახეს, გარკვეულ პროფილს ლექციონარებისას კვეთრად წარმოაჩენს ჩვენს წინაშე. მაშინ როცა სვინაქსარი პირიქით მცირე ფორმის უწყებანია ამა თუ იმ საეკლესიო მოღვაწესთან დაკავშირებთან და ამა თუ იმ სადღესასწაულო მოვლენასთან მიმართებით. მიმართებებს და ურთიერთკავშირებს რომ თავი დავანებოთ, ცალკე აღებული საეკლესიო კალენდარი, ანუ როგორც მას ეწოდება ლექციონარი და ლექციონარი ეწოდება იმის გამო, რომ მხოლოდ კალენდარული ჩამონათვალი კი არ იყო ამ ძეგლში თუ რომელ დღეს რომელი ხსენებაა, არამედ ცალკეულ ხსენებებთან დაკავშირებით რა ბიბლიური საკითხები უნდა წარმოთქმულიყო ტაძარში მედავითნისგან არსებითად, აი ამ საკითხავთა კრებულსაც წარმოადგენს იგი. ესე იგი, ლექციონარი ეს გახლავთ ერთი მხრივ კალენდარულ ჰეორტოლოგიურ ხსენებათა და მეორე მხრივ ბიბლიურ საკითხავთა, ამა თუ იმ ხსენებაზე დადებულ ბიბლიურ საკითხავთა ერთობლიობა. და ლექციონარი სწორედ საკითხავს ნიშნავს, წასაკითხს გულისხმობს ლექციო ლათინურად, წასაკითხთა კრებულს ლექციონარიუმ და ეს ლათინური სახელწოდება ქართულ კრებულსაც უნარჩუნდება, რა თქმა უნდა, უნარჩუნდება თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში, ცხადია ძველად ეს ტერმინი ქართულ ენაზე არ არსებობდა, არსებობდა კი სხვა ტერმინი, რითაც ლექციონარი აღინიშნებოდა, ეს იყო ერთი მხრივ წესი და განგებაი, ანუ წესგანგება, თუ ერთ ტერმინად შევაჯერებთ მათ, ან ცალკე წესიც, ან ცალკე განგებაც ერქვა მათ, ერქვა აგრეთვე კანონი, ანუ დიდი კანონი, რასაც მოგვიანებით უფრო განმარტავთ და ყველაფერთან ერთად მათ შემოკლებულ მხოლოდ ხსენებათა შემცველ ვარიანტს ერქვა აგრეთვე კრებაით თვეთაი წელიწადისათაი, ანუ სადღესასწაულო ხსენებათა, დღესასწაულთა ჩამონათვალი, სხვანაირად რომ ვთქვათ. კრებაი ამ შემთხვევაში შეკრებას კი არ ნიშნავს, არამედ დღესასწაული, საეკლესიო ხსენებათა დღესასწაული. კრება ძველ ქართულში ორნიშნულოვანი გახლდათ, ერთი მხრივ დღესასწაული, მეორე მხრივ საკუთრივ შეკრება, სინოდალური თქვათ რაღაც შეკრება. და აი ეს სახელწოდებანი, რითაც განისაზღვრებოდა ლექციონარი ძველ ქართულად და კიდევ რამდენიმე სხვაც, შემაგრებულია და მასალობრივად არგუმენტირებულია იმ უძვირფასესი წყაროებით, რაც ჩვენ მოგვეპოვება, რომლებიც საკმაოდ სრულ სურათს გვიქმნის ჩვენ აი ამ კუთხით, ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის, საეკლესიო კალენდრის, ბიბლიურ საკითხავთა შემცველი საეკლესიო კალენდრის ჩამოყალიბების კუთხით. კარგად არის ცნობილი, რომ უადრესი ეპოქიდან ჩვენამდე შემორჩენილია მეტად მნიშვნელოვანი ძეგლის სახელწოდებით, სამეცნიერო სახელწოდებით ხანმეტი ლექციონარი, რომელიც გამოცემული გახლავთ თავდაპირველად
ბატონმა აკაკი შეენცემ გამოსცა მაღალ მეცნიერულ დონეზე ფოტოტიპიურადაც, ესე იგი არა მარტო მხედრული ტრანსლიტერაციითა და სრული სიმფონიითა და წინა გამოკვლევით, არამედ ფოტოპირებიც იმ ნუსხისა, რომელმაც ფრაგმენტულად ჩვენ შემოგვინახა ხანმეტი ლექციონარი. ეგევე ტექსტი ხელმეორედ გამოქვეყნდა ამ ბოლო ხანებში ბატონი ვახტანგ იმნაიშვილის მიერ და ეს ორი პუბლიკაცია ჩვენ ამ ძეგლის შესახებ საკმაო წარმოდგენას გვიქმნის, დასანანი მხოლოდ ისა, რომ ამ ძეგლის მხოლოდ ძალიან მცირე ფრაგმენტია ჩვენამდე მოღწეული, თუმცა ეს ფრაგმენტი უადრესობის გამო, თავისი უადრესობის გამო ჭეშმარიტად განსაკუთრებული ღირებულებისაა და შეუნელებელი ინტერესით შეისწავლება მთელი მსოფლიოს, შეგვიძლია ასე ვთქვათ, მეცნიერთა მიერ. აქ არის ფრაგმენტში, ჩვენამდე მოღწეულ ფრაგმენტში აღდგომისა და კვირაცხოვლობის კვირის მოკლე განგებანი სათანადო საკითხავებით ვურთ და თვით ეს საკითხავთა ტექსტიც უაღრესად არსებითი გახლავთ, რადგანაც ხანმეტ ოთხთავთან ერთად სწორედ ხანმეტ ლექციონარში არის დაცული ქართულენოვანი სახარების უადრესი, ხელნაწერული წყაროები, ესე იგი დოკუმენტურადაც რომ იმ უადრესი ეპოქის ტექსტებია, ამ კუთხით დაცული მონაცემები. ხანმეტი ლექციონარის ხსენებანი უკვე ადასტურებს, რომ და ეს ძეგლი დაახლოებით მე-6 საუკუნეს მიეკუთვნება, ადასტურებს, რომ ამ დროისათვის საქართველოს ეკლესიაში ლიტურგიკული პროცესი იტევდა არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, საკითხავებს, არამედ აგრეთვე საგალობლებსაც, მათ შორის მითითებულია ცნობილი და უადრესი ეპოქის ქრისტიანული საგალობელი ნათელი მხიარული და ცხადია ფსალმუნური ელემენტი ძლავრად არის წარმოდგენილი. რაც შეეხება ჰიმნოგრაფიას, როგორც ამჟამად ის მცირე ჩანს, მაგრამ დაფიქსირებულია უკვე და თავისი განგებითი სახითაც, ანუ სტრუქტურული სახითაც თუ როგორაა მიდევნება სხვადასხვა ლიტურგიკული მომენტებისა ერთი მეორისადმი და კონკრეტულად რომელი თავებიდან რა საკითხავები, რა მუხლებია ამ დროს აუცილებლად წასაკითხი და რა ტექსტებია მოტანილი, ეს ყველაფერი ჩვენ მასალას გვაწვდის ხანმეტი ლექციონარის ლიტურგიკული რაობის განსასწრებისათვის, რაზეც ხანდი ახლა ვერ ვიმშელებთ. მას გარკვეული მიმართება შეიძლება დაეძებნოს, როგორც მიიჩნევენ ქრონოლოგიურად უფრო ადრეულ ძეგლთან, ლიტურგიკულ ძეგლთან, რაც სხვათა შორის სომხურ ენაზეა ფრაგმენტულად მოღწეული. საეკლესიო ისტორიაში არსებობს უფრო ადრეული ფრაგმენტები ლიტურგიკული ძეგლებისა, თუმცა საკუთრივ კალენდარული ასპექტით ეს ორი ძეგლი და მეორე ძეგლად სწორედ ხანმეტ ლექციონარს გულისხმობ, განსაკუთრებული ღირებულებისანი გახლავთ, თუმცა კვლავ აღნიშნავთ, რომ სამწუხაროა მათი აი ესეთი ფრაგმენტულობა. არ არის გამორიცხული კვლავ რაიმეს აღმოჩენა საომავლოდ, რაც აღმოჩენილია იმის საფუძველზე მყარად შეიძლება ითქვას, რომ ხანმეტი ლექციონარი ჟამს საქართველოში გაბატონებულია ახალი აღთქმის და კონკრეტულად სახარება ოთხთავის ის რედაქცია, რომლის ტიპიც არის ჯრუჭპარხლის ოთხთავები, ეს ოთხთავებს ვამბობთ, მაგრამ ის განივრცოს უნდა მთელ ახალ აღთქმაზე ის რედაქცია, რაც ოთხთავების სახით მხოლოდ არის დაცული ჯრუჭპარხლის სახარებებში, ისე როგორც ოპიზის ოთხთავში და კიდევ მრავალ სხვა ოთხთავში, რომლებიც აშკარად გვიდასტურებენ, რომ პროტოვულგატა, ანუ ვიდრე გიორგი მთაწმინდელი ახალი აღთქმის ახალ რედაქციას შეიმუშავებდა, გარდა რა თქმა უნდა აპოკალიფსისა, რომელიც ექვთიმე-ათონელმა თარგმნა და ცხადია მას რედაქტირება არ სჭირდებოდა მისი უმცროსი თანამოღვაწისგან. აპოკალიფსის გარდა მთელი ახალი აღთქმის ახალი რედაქცია მოგცა სწორედ გიორგი მთაწმინდელმა, მოგვიანებით შემდეგ გარკვეული კორექტივები მასში შეიტანა ეფრემ მცირემ, მაგრამ არსებითად გიორგი მთაწმინდელის რედაქცია რჩება კანონიკურ ტექსტად საეკლესიო უდანმოქმედებაში, რომლის წინასახე, ანუ იმავე ფუნქციით დატვირთულობა განეკუთვნება სწორედ იმ რედაქციას, რაც ზოგადად ჯრუჭპარხლის რედაქციად შეიძლება იწოდოს. აი ამ რედაქციის ასახვა არის ხანმეტი ლექციონარი. ამას ხაზს იმიტომ უსვამთ, რომ ჩვენ გვაქვს მეორე კატეგორია ძეგლებისა, სადაც პირუკუ მეორე რედაქცია ასახული. ამ მეორე რედაქციას პირობითად შეიძლება ეწოდოს ჰადიშური რედაქცია, ჰადიშის ოთხთავის კვალობაზე. ცხადია, ეს რედაქცია მხოლოდ ოთხთავით არ იფარგლებოდა, ის ახალ აღთქმასაც მოიცავდა და ძველ აღთქმასაც, ანუ მთელ საღვთო წერილსაც მრავალი მომენტი ამას ადასტურებს. აი ეს ჰადიშური რედაქცია პირობითად ამგვარად წოდებული, იმიტომ რომ ჰადიშის ოთხთავი მხოლოდ სახარება შეიცავდა სხვას არაფერს, მაგრამ განვავრცობთ ჩვენ ამ რედაქციის ნიშნებს მთელ საღვთო წერილზე. ეს ორი რედაქცია ერთი მხრივ, ესე იგი ჯრუჭპარხლისა და როგორც ზოგი კვლევარი ჩვენი არის საკმაოდ მართებულად უწოდებს ოპიზური რედაქცია, იმიტომ რომ ოპიზური ოთხთავის მიმყოლია და მიმდგომია ჯრუჭპარხლის რედაქციისა. მეორე მხრივ ჰადიშური რედაქცია, აი ეს უკანასკნელი ასახულია ვთქვათ ისეთ მნიშვნელოვან მარტვილოლოგიურ ნაშრომში, როგორც გახლავთ ესტატი მცხეთელის წამება. ასე რომ ეს ორი ძეგლი, ეს ორი რედაქცია სხვადასხვა ძეგლი დასტურდება და ამ შემთხვევაში ჩვენთვის არსებითი ისაა, რომ ევსტატის მარტვილობა ეს ძეგლია, ნაშრომია
ხოლო ხანმეტი ლექციონარი ეს ლიტურგიკული ნაშრომია მოგეხსენებათ და საეკლესიო მღვდელმსახურების განმსაზღვრელი მღვდელმოქმედების წარმმართველი ძეგლი არის, რაც გაცილებით არსებითია და მღვდელმოქმედებაში როგორც ხედავთ დაკანონებული ყოფილა ჯრუჭ-პარხლის რედაქცია. შემდგომში ხანმეტი ლექციონარის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ლექციონარული ასპექტით უმნიშვნელოვანეს ფრაგმენტზე, რასაც აკაკი შაინძის კვალიფიკაციით და ხანმეტ ლექციონართან ანალოგიით ჰაემეტი ლექციონარი ეწოდა. თუმცა ამ ძეგლზე ჩვენ შემდგომ საუბარში გვექნება განხილვა. მადლობთ ყურადღებისთვის.